ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე. სენატორი ჯონ მაკეინი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწევა. ამ და სხვა სიახლეებზე რამდენიმე წამში. მოგესალმებით 12 საათზე რადიო ათინეთის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს მუშაობას. მე მარიამ შარანგია ვარ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების რატიფიკაციას, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, 19 ივნის მოსკოვში რუსეთის ფედერაციის დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელმოწერილ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სენატორ ჯონ მაკეინს ხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორმა გიორგი მარგველაშვილს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანამდგომა გამოუცხადა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ამერიკის მეგობრული ურთიერთობა განიხილეს. ხაზგასით აღინიშნა ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა. სენატორმა მაკეინმა ყურადღება საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა. ამ ეტაპზე უახლოეს მომავალში ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ველოდებით, ასეთ პროგნოზს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აკეთებს. რაც შეეხება საშუალო ვადიან პერიოდს, როგორც ქადაგიძე განმარტავს, ეს მრავალმხრივ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ეკონომიკაზე, რომელიც მონეტარული თუ ფისკალური მიმართულებით ტარდება. სავალუტო შემოდინებების დანაკლისი უკვე ასახულია იმ გაუფასურებაში, რაც უკვე მივიღეთ, აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ქადაგიძემ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია. ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება 1 ვეფხვი და 1 ზოლიანი აფთარი. 21 ივნის ღამის 12 საათიდან მოყოლებული სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის თაობაზე სულ დაფიქსირებულია 15 გამოძახება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილისა და ყურადღებისკენ, ასევე შეახსენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს. გამოშვებას დღის სხვა სიახლეებით განვაგრძო პაკისტანში ძლიერი სიცხის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ევრონიუსის ცნობით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა სამხრეთით მდებარე სინდის პროვინციაში დაფიქსირდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ კარაჩიშია, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა. როგორც კარაჩინის ავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ, გარდაცვლილთა უმრავლესობა ასაკოვანია. პაკისტანის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი სიცხე და მშრალი ამინდი დღესაც შენარჩუნდება. ხვალიდან კი ტემპერატურის კლება მოსალოდნელი. და გამოშვების ბოლოს ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო და მოტომოყვარულთა შოუ Western Drives Club გაიმართება კლუბმა თბილისში. 13 ივნის მომხდარი ტრაგედიის გამო 20-21 ივნის დაგეგმილი შოუ გადადო. გაცნობებთ, რომ ღონისძიება 4-5 ივლისს სტიქიური უბედურებებიდან 3 კვირის შემდეგ ჩატარდება. ის რაც თბილისში მოხდა ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის, ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ სანახაობას ფორმატი შეუცვალოთ და მას მთლიანად საქველმოქმედო ხასიათი მივცეთ. ავტო და მოტომოყვარულთა ღონისძიებაზე შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება სტიქით დაზარალებულთა ფონდში, აცხადებენ კლუბის წევრები. ახალი ამბები მარიამ შარანგიამ გაგაცანით. რადიო ათინეთის საინფორმაციო სამსახური სრულ საათზე დაბრუნდება. დროებით.